უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იქნება განხილვის თემა გერმანიაში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტით გაემგზავრა. ხვალ გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გაამართავენ. ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერნდ ბასს. საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს შეხვედრებისას საუბარი იქნება კანონპროექტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს საქართველოს შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.